უკვე სპორტში კაცო. აი ხა თქვენ კადრებში ხედავთ ტიპი რომელიც მამაკაცია ბიჭია ეჭიდავება გოგოს მაგრამ ის ტრანსგენდერია ძმაო ის ბიჭი კი არ არის ჩვენ ახლა მოდი რამ სტერეოტიპებიდან გამოვიდეთ და ეს ადამიანი ვინაიდან თავს თვლის და აღიქვამს ქალად ჩვენ მას უნდა მივცეთ საშუალება ეჭიდაოს გოგონებს, იმიტომ რომ ბიოლოგია ხო არაფერს არ ნიშნავს, ეხომ სოციალური კონსტრუქტია ზოგადად. აი ცოტა როგორ ეჭიდაობა არ არსებობს, აი ეგრე რომ ჩაგრავს ერთი მეორეს და ის გოგო ქვემოთ რო არის და я до этого не подписывался. ხო და მე ამაზე არ დავთვალე, ანუ ჯერ ხა მოდი ვთქვათ რომ გოგოს შეიძლება ცოტა საერთოდ სხვა მომენტი აქვს მან კაცი რო ეგრე ბავშვება ეგ ერთი შენ ნუ ხარ ხო ტრანსფობი მაგრამ ეს ეგეთივე შემთხვევა იყო ბრძოლა წესების გარეშე ამ ტიპი შევიდა ოქტაგონზე და ნუ რა ძულებში დაამტრია ხა ქალები რა თქმა უნდა ვარჯიშობენ აი ესეც ნახეთ აი უბრალოდ ქალების გუნდში ორი ტრანსგენდერი ტიპი იმიტომ რომ ეს ლიბერალიზმი მოითხოვს ძმაო ამას ის უნდა აღიაროთ ქალად მისი უფლებები უფრო პრიორიტეტულია და აი უბრალოდ ნახე რას უშვება აი მამაკაცის ბიოლოგია რას აკეთებს მაინც აი როგორ ჩაგრავენ რა ქალებს და ფემინისტები რო ჩუმად არიან თან ძალიან მაგარია მას რო არიღებენ ფემინისტები აი ეს ქვეყანა სადაც ეს ხდება აი ეს იგი აქ უნდა ჩამოვიდეს კაიგე და შენ აქ ტრეინინგები უნდა გასწავლოს დირექტივები მოგცეს და ამას უნდა უსმინო კაიგე ანუ ამ დებილებს შენ არიცი ვერ გაურკვევიეთ რა ვიცი ბიჭი გოგო ვერ გაურკვევიეთ სპორტში ერთმანეთს აჭყობებენ გოგოებს და ვიღოთ მუჟიკს და ესე ხო უნდა ჩამოვიდეს და იცით რა კანონებში თქვენ ცოტა დაარეგულირეთ რა და ვიღოთ დებილი დგას და გეუბნება რომ უკაცრავ ჩვენ განვითარება თუ გვინდა ამას მოусმინეთ კაიგე ჯერ ვაფშე იმ მოდი რა იმ განვითარების დედავატირე პიდა რასტობაზე რო გადის ანუ აი მოდი რა ეგრე ვთქვათ რა იმ განვითარების დედავატირე მე ერთ ადგილზე რო გადის არ არსებობს ეგეთი განვითარება, ანუ ვინმე თუ წარმოიდგინა რომ ეგრე განვითარდება ის რო ვერ ხვდება თან რომ იდიოტია. აი, მაგ რა უნდა ახსნა ვერ გავიგე, აი თან ეს წირი თან აი წარმოიდგინე ხო ეგ რა თქმა უნდა იმ განვითარების დედავატირე. მაგრამ თან ახლა ვიღა ტიპი დადგა, ტიპები აი ქვეყანა ვიღა ბიჭი თვითონ შენ გოგოსთან აჭყობებე თვითონ ხო მაგას აკეთებს ამ ტვინზე არის ამ ტვინით მოძრაობენ შენც ეგრე და მე აქ ჩამოდი სინაგლე წარმოიდგინე რა იქ ხო იაზროვნეს და ამ ტვინით იმოძრავეს რომ ეგ აკეთეს და წამო ეხლა სადღაც ვიღაცებს დირექტივებიც მივცეთ რა და ჩამოდის და ვიღაცა ტრანსგენდერი ყავთ იმის რა ქვია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიჟი განვითარება ცოტა რანაირი თემა იცი განვითარებული ხანდელი საზოგადოება კი არ არის აი ძველ საზოგადოებასთან შედარებით არ არის განვითარებული ეგ უნდა იცოდეს ხალხმა ეგ სტარი წარმოდგენა ჰოლივუდის დამკვიდრებული წარმოდგენა რომ ვითომ განვითარებულია თორე დღევანდელ საზოგადოებაში კაცო არის რანაირი პერიოდი იცი აი მაგალითად რონალდომ კოკა-კოლა გადადო და წყალი აიღო და 400 მილიარდი ზარალი ნახა. არა, 4 მილიარდი ზარალი ნახა კოკა-კოლამ მაგის გამო და. აი, მან საქმე იმაში კი არ არის. აი, საერთოდ კატასტროფა. მან როგორ იცი, კოკა-კოლა კაია ცუდია, მაგითი კი არის. ფეხებზე მკიდია. კოკა-კოლას ფეხებზე მკიდია. ფეხბურთის, მაგრამ აქ რაშია იცი საქმე. აი ის ხალხი ვისთვისაც რონალდოს გადადებით კოკა-კოლას ფასი დავარდა ეხო გიჟია ხალხის ტვინებში რაც ხდება ანუ რონალდოს გადადებით გადაწყვიტა რომ რა დალიოს და რა არ დალიოს და ბიჭო ძველ ხალხთან არ არის კაცო წინ წასული ეს ხალხი ძველად ეგეთი ავტორიტეტი იყო არისტოტელე და სოკრატე ეგ იმ არაჩვეულებრივ გამოფენაში რომ რონალდო კი არის ძველად ავტორიტეტი აგულის გაკეთებული არ გეკონო ძველი გაკეთებულია ბნელი რო იყო ძველად ხალხი ყოჩაღი იყო კაცო ეხლა